უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი აქტიურ და მიმზიდველ საინვესტიციო მიმართულებად რჩება მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საცხოვრებელი ბინების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მოთხოვნა კვლავ მაღალია როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო უძრავ ქონებაზე. ამასთან ერთად იცვლება მომხმარებლის მოლოდინიც, ის სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარისხს, უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობასა და იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრება მოუწევს. ამ ფონზე აქტუალურია საუბარი სამშენებლო სტანდარტებზე, რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ დააკმაყოფილოს თანამედროვე საცხოვრებელმა კომპლექსმა. საკმარისია თუ არა მხოლოდ შენობის აშენება, თუ ის უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფრასტრუქტურას. ამ თემებზე ვისაუბრებთ ირინა მელიმონაძესთან, ლემონ ჯგუფის დამფუძნებელია ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე თქვენთან საუბარი და შესაბამისად იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარიც ამ კუთხით საინტერესო იქნება. თავდაპირველად თვითონ ბაზარზე არსებულ ტენდენციებს რომ შევეხოთ, მე ვახსენე და ეს ჩანს ყოველგვარი კვლევის გარეშეც, რამდენად დიდია აქტიურობა სამშენებლო სექტორში და რამდენად ახალი პროექტები შენდება, ხო? რეალურად რამდენად გვაქვს ჯანსაღი პროექტები, რამდენად რეალურად ჯანსაღად მიდის პროცესი, ეს არის ჩემი პირველი კითხვა. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მაიკო კი თქვენი შესავალი ზუსტად აღწერს იმ რეალობას, კვარტლიდან კვარტლამდე იზრდება მოთხოვნა, თუმცა ბაზარი თავისებურად რეგულირდება, აი ამ ზრდა მოყვება იმ პროექტების მრავალფეროვნებას, რაც გაჩნდა ბოლო 2 წელია გასაყიდ კორპუსებში, ასე ვთქვათ, იმ ახალ რეგულაციებს, რომლებიც ახალ სამშენებლო ნებართვებს თან ახლავს და გარდაუვალია, თუ აქამდე მომხმარებელი მაგალითად ამჯობინებდა ძველ კორპუსში ბინის შეძენას, იმიტომ რომ გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, ასეთი მითიც იყო და რამდენად რეალობას შეესაბამებოდა ეს ჩვენი სალაპარაკო თემა არ იყოს დღეს. დღეს უსაფრთხოების სტანდარტი 2-3 წლის წინანდელ პროექტებთან შედარებით, აი 200%-ით არის დაცული და გაზრდილი და გამკაცრებული მშენებლების ნაწილში. ანუ სახანძრო უსაფრთხოება, გაზის ამან ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიდგომებმა თუ დეველოპერების პასუხისმგებლობაც გაიზარდა. ეს კონკრეტულად 51 დადგენილებების ცვლილებებმა შეუწყო ხელი და მშენებელი ამ შემთხვევაში უძლურია უნდა დაიცვას და მიყვეს ამ ხარისხს და ამ სტანდარტს. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპლუატაციაში მიიღოს შემდგომ კორპუსი და ექსპლუატაციის ნაწილი საკმაოდ გამკაცრებულია წინა წლებთან შედარებით. შესაბამისად, უკვე გადაწყვეტილების მიღება, ვთქვათ, ბაზრის 20-25%-ს აი ამ ნაწილში გაცილებით უფრო უმარტივდება თუ ინფორმაცია არის მიწოდებული. ამ ნაწილში ინფორმაციის ნაკლებობას მე მაინც ვგრძნობ, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელებსა თუ ტელევიზიებში, იქიდან გამომდინარე, თუნდაც სახანძრო უსაფრთხოება, აქამდე თუ იყო მხოლოდ სადარბაზოების ნაწილში, ახალ პროექტებში თითოეული ბინის ყველა ოთახშია დამონტაჟებული უკვე ვინტილი და ანუ ამის ვთქვათ არ აღნიშნა და ამაზე ხმამაღლა არ საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ არა მხოლოდ სადარბაზოში ვართ, ასე ვთქვათ, დასაცავები ხანძრისგან, როცა უძრავ ქონებაში ვცხოვრობთ, არამედ თვითონ ბინაშიც. ეს ნაწილი მნიშვნელოვნად ნაკლებად ცოტამ თუ იცის, რომ ძალიან ცოტა იცის ახალ პროექტებში, აი თქვენ რომ არჩევდეთ დღეს ბაზარზე ბინას, ძალიან ცოტა გეტყვით ამ სტანდარტის შესახებ, რაც ბოლო 2 წლის გაცემულ ნებართვებშია მხოლოდ ასეთი მაღალი სტანდარტის უსაფრთხოება. ასევე არა და ეს არის მოთხოვნა. დიახ, ასევე ძალიან ვისაც ახალ კორპუსში უცხოვრია, ვთქვათ, წინა წლებში შეძენილ ბინაში, სამეზობლო სართულშორის ფილის იზოლაცია. იმიტომ რომ ახალ გადასულ ბინადრებს გაცილებით მაღალი აქვთ კომუნალური გადასახადები, იქიდან გამომდინარე, თავის გარშემო მეზობლები არ ცხოვრობენ. ანუ ფილის იზოლაცია უზრუნველყოფს, რომ თქვენს ქვემოთ მეზობელი რემონტს გააკეთებს თუ არ გააკეთებს, თქვენი კომუნალური თქვენს ბინაში ზუსტად იმდენი დაიხარჯება, რამდენიც სხვა დროს. ანუ ეს მნიშვნელოვანი დანაზოგია თუ გრძელვადიანად შევხედავთ ამ ნაწილს. ამიტომ ჩაბარების პირობა თეთრი კარკასი 2 და 3 წლის წინანდელ ნებართვებსა და დღევანდელ ახალმშენებარე კორპუსებს, რომლებიც აწი ჩაბარდება ან ახლა ხანს ჩაბარდა, აბსოლუტურად განსხვავდება. ანუ თეთრი კარკასის კონდიცია თუნდაც იგივე 2-3 წლინანდელს რო შევადაროთ. და მშენებლისთვის რა თქმა უნდა ეს გარდა ხელფასების გაძვირებისა, ასე ვთქვათ, უკვე სხვა სამშენებლო ტექნიკურ გაძვირებასაც მიანიშნებს თავისთავად. რეალურად თვითონ მომხმარებლის დამოკიდებულება თუ გაიზარდა და თუ შეიცვალა, მე ყოველ შემთხვევაში ჩემი წარმოდგენით შეიცვალა, მაგრამ საინტერესო დეველოპერების გადმოსახედიდანაც და აი თავარზე რაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რას ვითხოვთ დღეს და რამდენად მზად არის ბაზარი აი ამ
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად? ძალიან დიდი სიახლე იყო მომხმარებლებისთვის, ეს ჩაიბარეს და ეს ვინტილების ნაწილის ბინაში და ძალიან ორად გაიყო, ასე ვთქვათ, ერთი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დონის უსაფრთხოება, მეორესთვის პრობლემად გაჩნდა, როგორ გადაჭრას და გადაკეტოს ეს ნაწილები. ჩვენ ქართველებს რაღაც ეს სტანდარტები, ესეთი მარტივი მიმღებლობა სამწუხაროდ არ გაგვაჩნია, მაგრამ ეს არის დაუშვებელი, რომ დახურო შენს ბინაში ეს ვინტილი. ყველა ინდივიდუალურად შეუძლია გადაწყვიტოს, რომ დაკეტოს და არ აფუნქციონიროს, თუმცა ესეც მგონია, რომ ძალიან არასწორი გადაწყვეტილება, თუმცა ამის გადაჭრა, თვითნებურად ჩაკეტვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქ ორაზროვნება იყო, მაგრამ თვითონ მოთხოვნა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე მომართვიანობის დროს გაზრდილია, ასე ჯერ კიდევ არ გაუცნობიერებელი დეტალების მიუხედავად. ანუ ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კამპანია საინფორმაციო მომხმარებლების, რომ რა სიახლეები ინერგება, ეს რა ბენეფიტებს თავაზობს მომხმარებლებს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვთქვათ, ფასდაკლებაზე ან ფასზე როცა ვსაუბრობთ, შევადაროთ სწორად ესა თუ ის სამშენებლო ობიექტი. კი ბატონო, სიამოვნებით შეგიწყობთ ხელს, რომ ესა თუ ის სიახლე მივიდეს მომხმარებლამდე და მოქალაქემდე. რაც შეეხება ფასებს, ბოლო წლებში ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ხო? თითქოს რაღაც გარკვეული მოლოდინი გაჩნდა გასული წლის ბოლოს, რომ აი ხო შეიძლება ფასები დასტაბილურდეს და აღარ გაიზარდოს. თუმცა მე რასაც უყურებ ბაზარს, ისევ ზრდა. ამ კუთხითაც რომ მსმენელს მაყურებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია, რა ტენდენციაა ფასებთან მიმართებაში? მე პირადად აქტიურად ამ სფეროში 8 წელზე მეტია, რაც ვარ ჩართული და ეს 8 წელის განმავლობაში მოთხოვნის 30% ანუ მოიკვლევს პირობებს და ელოდება გაიაფებას. მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 2018 წლიდან დღემდე ჯერ არც ერთი ბიჯით, არც ერთ ფასთა მაჩვენებლის დროს არ შემცირებულა უძრავი ქონების ფასი. შესაძლოა ის პიკები, რაც ვთქვათ, ჰქონდა 2019 წლის შემდეგ სწრაფი ზრდა, ვთქვათ 10%-იანი, 15%-იანი კვარტლიდან კვარტლამდე და არც ველოდებით ჩემი აზრით და დაკვირვებით ასეთ სწრაფ ზრდას, თუმცა თანმიმდევრული ეტაპობრივი ზრდა აუცილებლად დაფიქსირდება ისევ და ისევ გამკაცრებული. რა პროცენტის ფარგლებში? ალბათ 5-7-10%-ის ფარგლებში წლის ჭრილში, იქითა წელს რომ შევადარებთ, იქნება ეს ზრდა, ოღონდ რა თქმა უნდა დამოკიდებულია ინფრასტრუქტურული პროექტია თუ არა, ცალკე აღებულად მერე მობინადრეების ჩაბარების შემდგომ რამდენად მოვლილი და ნაპატრონები იქნება ესა თუ ის ინფრასტრუქტურა. დღეს მოთხოვნა გაცილებით მაღალია ასეთი ტიპის პროექტებზე. კი ბატონო, და კიდევ ერთ თემა, რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა შევეხო ჩვენი საუბრის ბოლოს, თვითონ ბაზარზე არსებული ტენდენციები, თქვენ რა დაკვირების საშუალებასაც გაძლევთ, ბუნებრივია ბაზარზე არსებული სურათი, რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევთ? უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ანუ კიდევ უფრო მეტი გაზრდის პერსპექტივა აქვს თუ ეს მხოლოდ დედაქალაქით შემოვიფარგლებით და პირობით დედაქალაქი და ბათუმია, მაინც ერთად რეგიონები მაინც არ არის ხო ამ ნაწილში პოპულარული. ამ კუთხით რაიმე ზრდის პერსპექტივას ვერ დაგეთანხმებით, რომ არ არის პოპულარული, ძალიან აქტიურად იზრდება რეგიონალური აი ქუთაისი, თელავი, ანუ კახეთის რეგიონი, გორი სხვათა შორის, რომლის ფასის ნიშნული თუ არის შესაძლებელი რომ გავაჟღერო, არ ჩამოუვარდება დედაქალაქის საფასო ნიშნულს ცენტრალურ უბნებში. ქუთაისიც რო შევადაროთ, ხა შეიძლება ვაკის და საბურთალოს ფასი არ ქონდეს, მაგრამ საკმაოდ მაღალია. ასევე კახეთში, ასევე გორში. ძალიან აქტიურად მიმდინარეობს თბილისის შემოგარენის განვითარება. დიახ, ანუ რუსთავის არ მგონია პირიქით ძალიან აქტიურად გადავა დაბალი საშუალო სამშენებლო პროექტების მქონე მშენებლები, როდესაც ამოწურავენ ქალაქის მშენებლობას, კიდევ უფრო მეტი მიმართვიანობა იქნება რეგიონალურ განვითარებას. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის და კლავაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის. დიდი მადლობა თქვენ.